ჩვენ დღეს დავასრულეთ მრავალთვიანი და მრავალმხრივი პროცესი კონსულტაციების, უწყებათაშორისი მუშაობის და პრაქტიკულად კონსენსუსის, ურთიერთკომპრომისის და ერთმანეთის ასთა გადათვალისწინების საფუძველზე, როგორც უწყებებს შორის, ასევე სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო სექტორს შორის მივედით ერთ პროექტამდე, რომელიც შეეხება გაადამიანურებას სისხლის სამართლის სისტემის და ჩვენ გვაქვს საბოლოო პროექტი, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს. რეფორმა ამით პროექტის დონეზე არის დასრულებული სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების და უკვე მზად არის, რომ მთავრობის ხდომაზე იქნეს წარდგენილი. აქ მთავარი ცვლილება ის არის, რომ პროკურორსა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკებები იქნება გამჭვირვალე. აღარავის აღარ ექნება ეჭვი, რომ ვიღაცა სადღაც რომელიღაც ბნელ კუთხეში მიიყვანეს და რაღაცაზე მოაწერეს ხელი. ეს მოლაპარაკებები იქნება გამჭვირვალე. ბრალდებულის და დაზარალებულის უფლებები იქნება გაძლიერებული. დაზარალებული უფლებების კუთხით მართლაც რევოლუციური ცვლილებებია და აღარასოდეს ამ ცვლილებების წყალობით აღარ დაიჯება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის პროკურატურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, როგორც ეს მოხდა გირგვლიანის საქმეზე, როცა ქალბატონი ირინა ენუქიძე ცალი-თვალითაც კი არ ჩაახედეს სისხლის სამართლის საქმეში, როგორც დაზარალებული. ეს მთლიანად იცვლება, მაგრამ ამავე დროს უნარჩუნდება ძალოვან სტრუქტურებს ეფექტიანობის ხარისხი, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესებში ებრძოლონ დანაშაულს. რაც შეეხება ბავშვთა უფლებებს, ჩვენ არასრულყოფილოთა მართლმსაჯულების სტრატეგიას ვამტკიცებთ დღეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღერძი არის პრევენცია, რომ არასრულყოფილოვანი არაფრით არ მივიდეს პროკურატურამდე, მაგრამ თუ მივიდა პროკურატურამდე და გამოუხდა მოსამართლესთან წარდგენა, ამისთვის არსებობს არასრულყოფილოთა მართლმსაჯულების კოდექსი, სადაც ჩვენ გვეყოლებიან მოსამართლეები, ვინც დატრეინინგებულია იმისთვის, რომ ბავშვთა საქმეები განიხილოს და ბავშვების საქმეებს არ იხილავდნენ უფროსების საქმეებზე სპეციალიზირებული მოსამართლეები, რომ აღარასოდეს საქართველოში წინასწარი პატიმრობის პირობებში ბავშვები და უფროსები აღარ იყვნენ შერეული ერთმანეთთან და ბავშვი, როდესაც ერთხელ ფეხი წაუხსდება, მას ჰქონდეს, რა თქმა უნდა, იმის განცდა რომ დაისჯება, მაგრამ დასასჯელი უნდა იყოს ადეკვატური და ადეკვატური სასჯელი ნიშნავს იმას, რომ უფროსისთვის განკუთვნილი სასჯელი ბავშვის შემთხვევაში არის აბსოლუტურად სხვა და მთავარი აქცენტი ჰკეთდება რესოციალიზაციაზე.